მეტი წელია, რაც ქართულმა ოცნებამ რიყის დოქებს ფუნქცია ვერ მოუძებნა და დღეს კახაკალაძის პასუხია, რომ ეს შენობა ფუნქციო ნაგვის ბუდე იყო. თუმცა ქართულ ოცნებას და არის დედაქალაქის მერს არსებობს პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ წლებია პროექტი, რომელიც დაუჯდა საქართველოს ბიუჯეტზე 75 მილიონი ჯერ კიდევ 2011 წელს, ამდენი წლის განმავლობაში შეიძლება ითქვას, რომ დაკონსერვებული და სრულად გაყინული იყო. კახაკალაძე დღეს პირდაპირ ამბობს, რომ ნაგვის ბუდედ ქცეული შენობა ამ ადგილს არ უხდება და შესაბამისად გასცა კიდეც ბრძანება რიყის დოქების დემონტაჟის შესახებ. ეს არის პროექტი, რომელიც იტალიელ არქიტექტორს ეკუთვნის, საკმაოდ ძვირი დაჯდა, რომ ეს შენობა აშენებულიყო და მაინც ქართული ოცნება იღებს გადაწყვეტილებას უკვე აშენებული რიყის დოქები დაანგრიოს. რატომ ვერ მოუძებნეს თავად ფუნქცია, რატომ მივიდა საქმე საბოლოოდ დემონტაჟამდე, ეს იყო დღეს ჩვენი მთავარი კითხვები. კახაკალაძე ამბობს, რომ მართალია უკვე ანგრევენ რიყის დოქებს, თუმცა ჯერ ისევ არ შესულა მერიაში ახალი პროექტი, თუ რა უნდა აშენდეს რიყის დოქების ადგილას. ბოლო განკარგულების მიხედვით, რომელიც არსებობს მთავრობის მიერ გამოცემული, ვიცით, რომ გათვლილია აქ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, თუმცა მერია, როგორც კალაძე გვიმტკიცებს, ჯერ ისევ მოლოდინის რეჟიმშია, თუ რა შენობა დაიდგმება ამ ადგილზე. მთავრები ამბობენ, რომ ეს შენობა გახდა ბიზინა ივანიშვილის პირადი პოლიტიკური შურისძიების. Ვიცით, რომ ეს არის კერძო საკუთრება. შენობა, რომელიც იყო აბსოლუტურად უფუნქციო, ნაგვის ბუდე შეიძლება ასე ვთქვათ, უმძიმეს მდგომარეობაში, ფუნქციურად გაუმართლებელი და შესაბამისად კერძო მესაკუთრემ მიიღო გადაწყვეტილება დემონტაჟთან დაკავშირებით. ჯერ არ ყოფილა არანაირი წინადადება, არანაირი პროექტი, როგორც კი იქნება შემოტანილი ამასთან დაკავშირებით საზოგადოება გაიგებს. ფუნქციო რომ იყო ამაზე ვინ არის პასუხისმგებელი? 2012 წლის შემდეგ დიდი დრო გავიდა. აქ უნდა ყოფილიყო მუსიკალური ცენტრი, საგამოფენო სივრცე 75 მილიონი, აი 2011 წლის მონაცემებით ბევრად დიდი თანხა იყო, ვიდრე დღეს არის ამ თანხის ღირებულება. დავხარჯეთ ამ შენობაში იტალიელი არქიტექტორის პროექტით არის შესრულებული. რატომ ვერ მოუძებნეთ ამდენი ხნის განმავლობაში ფუნქციო? რომელ წელს იყო აღნიშნული შენობა აშენებული? 2011-12 წლებში. დაიხარჯა რამდენი? რამდენი დაიხარჯა? 75 მილიონი. მე გეკითხებით თქვენ. ვის ფული დაიხარჯა? ბიუჯეტის ფული დაიხარჯა. რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნიათ 2011 წელს განხორციელებული აღნიშნული პროექტი, სადაც უამრავი გაჭირვება, უამრავი პრობლემა არსებობდა ქვეყანაში, მაშინ ეკონომიკურად უფრო მძიმე და სოციალური ფონი უფრო მძიმე იყო, ვიდრე დღეს. რამდენად მიზანშეწონილად მიგაჩნდათ მაშინ 75 მილიონი დახარჯვა ამ გაუაზრებელი პროექტისთვის. ბიუჯეტის ხარჯის ეფექტიანობაზე მესაუბრეთ. რა თქმა უნდა, ბიუჯეტის ხარჯის ეფექტიანობაზე გესაუბრებთ, იმიტომ რომ დაიხარჯა ხალხის ფული 75 მილიონი აბსოლუტურად გაუაზრებლად. ეხლა აღნიშნულ შენობას რაც შეეხება გემოვნების საკითხია, შენობა რომელიც არანაირად არ ჯდებოდა არსებულ გარემოში, შესაბამისად ხა კერძო მესაკუთრემ ვინც შეიძინა მიიღო გადაწყვეტილება ჩვენ ყველა მესაკუთრის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. ცალკე საკითხია გარიგებები და კითხვები, რომლებიც არსებობს რიყის დოქების გარშემო მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, თუ რომელი კომპანიების ხელში გაიარა რიყის დოქების მფლობელობა და რა იყო გარიგების საფასური და სწორედ ამ საკითხზე კორუფციის მკვლევარებს გააჩნიათ ძალიან ბევრი კითხვა. კახაკალაძე დღეს ამტკიცებდა, რომ საერთოდ არ იცის კომპანიების შესახებ, თუ ვის ხელში გაიარა რიყის
არის დოქებმა დღევანდელი მოცემულობით ეს ტერიტორია თითქმის 15 ჰექტარი არის მაკროპროპერტის ხელში და ამ ჯგუფის ხელმძღვანელი და მფლობელი არის ნახჩევანში გამდიდრებული თურქი ბიზნესმენი უჩარი, რომლის საქმიანობაზეც და ბიზნეს იმპერიაზეც ასევე საერთაშორისო გამომძიებელ ჟურნალისტებს გააჩნიათ არაერთი კითხვა.